ტურიზმის ოსკარის მფლობელი ბათუმისთვის წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობა და სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება წლები აუხდენელი ოცნებაა. ყოველი გაწვიმებისას ვენეციად ქცეული ქალაქის ქუჩები თუ სასმელი წყლის გარეშე ჭაბურღილების იმედად მყოფი ადამიანები ბათუმის სამწუხარო რეალობაა. წლების წინ ქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მხსნელად და იმედად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი მოევლინა, რომელმაც ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხები გაიმეტა. მართალია ამ პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია, მაგრამ ქალაქს დატბორვის პრობლემები მაინც აწუხებს. უკეთესი მომავლის მოლოდინი მოსახლეობას მაინც ჰქონდა. აგერ სადაცაა მეხუთე ფაზაც დაიწყება და ბოლო-ბოლო გვეშველებაო. 2 დღის წინ გერმანიის ელჩმა სამწუხარო ინფორმაცია გვაუწყა, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 227 მილიონი ევროს პროექტების შეუჩერა. ანუ ბათუმის მერია ვეღარც წყლისა და კანალიზაციის სისტემებს მოაწყობს და ვერც ქალაქის გამწმენ ნაგებობებს. თვითმმართველობას ხალხისთვის სათქმელი დღეს არაფერი აღმოაჩნდა. გერმანიის მიერ რამდენიმე დღის წინ სინანულით შეჩერებული ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსების პროექტის ფარგლებში ქალაქ შემოერთებულ ტერიტორიაზე არაერთ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. კმაყოფილ ადგილობრივთა ნახვა დღეს ჩვენს გადამღებ ჯგუფს არ გასჭირვებია. წყალი აქ ქონდა, წყალი. ხანიკიდან მქონდა წყალი. მოდის გააკეთე. ახლა მოდის. 1-2 თვეა გაკეთებულია. წელს გაკეთა ზაფხულში ახალი წყალი და გვაქვს. ძალიან კარგია. წყლით კმაყოფილი ვართ 4 წელია ვსარგებლობ თავრობის წყლით. და კმაყოფილი ვართ. თუმცა არიან მომლოდინეებიც, დასახლებები, სადაც წყლის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებლები დღემდე დიდი იმედით შეყურებენ გერმანიის მთავრობის მიერ აწ უკვე შეჩერებულ პროექტს, რომელსაც მათ ონკანებამდე წყალი უნდა მიეყვანა. კარგი იქნება თუ გაგვიკეთებენ რამდენი ხანია ველოდებით ამ ჭაბურღილებზე ისეთი ხისტი წყალი მოდის ყველაფერი გააფუჭა სარეცხი მანქნებით გაგვიფუჭდა ყველაფერი გაგვიფუჭდა და გვითხრეს იქნებაო და იმედი კი გვაქვს გვინდა რომ გაკეთდეს წყალი აუცილებლად წყლის სისტემა ამ თვითონ ჩვენთან ჭაბურღილებზეა მოპირდაპირე ქუჩაში გაკეთებულია ანუ წყალი 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ მოდის იქით ქუჩაში სავარაუდოდ ჩვენთანაც იგეგმება ეგ პროცესი და სასურველი იქნება თუ მალე მოხერხდება 2025 წლისთვის უნდა მოიყვანონ ახლა ჩვენთან წყალი მათ ჩვენ ახლა გვაქვს ჭაბურღილები ჩვენ ჭაბურღილებს ვსარგებლობთ ოცნება ვერ აუსრულდებათ, რადგან ოცნებამ ევროპასთან ურთიერთობის ხიდი ჩატეხა. სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები გერმანიამაც შეაჩერა. 2 დღის წინ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა საქართველოს მთავრობას 227 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა, რომლითაც ბათუმის მერიას წყლისა და კანალიზაციის სისტემა უნდა მოეწყო. ცნობისთვის ეს ის პროექტია, რომლის 4 ფაზა უკვე განხორციელდა და რომლითაც ზღვისპირა ქალაქში ბევრი პრობლემა გადაიჭრა. ამ პროექტით თავს ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად იწონებდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელდება წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟი. დღეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, სადაც 6 სოფელში განხორციელდება წყლისა და წყალარინების პროექტი. გიორგი კირთაძე ერთ-ერთია, ვინც პროექტის განხორციელებაში თავიდანვე იყო ჩართული. ამბობს, რომ პროექტზე ქალაქი დიდ იმედებს ამყარებდა. პირველი და მეორე ფაზა განხორციელდა იმ პერიოდში, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მესამე ფაზის დამტკიცებული პროექტი მოპოვებული თანხა და ასე შემდეგ დარჩა ქართულ ოცნებას, რომელმაც დაგვიანებით ბუნებრივია, მაგრამ ბოლო-ბოლო რაღაცა დონეზე ეგ ყველაფერი მიიყვანა. რა მიიღო ამითი ბათუმმა, ეგ არის ყველაზე მთავარი. უცხო ბათუმმა მიიღო 24 საათიანი წყალმომარაგება, მოწესრიგებული კანალიზაცია, ზღვის ხარისხი ბუნებრივია, კარგად გახსოვთ, ყველა კანალიზაცია პირდაპირ სანიაღვრე არხებში ჩაედინებოდა და მოკეთ ზღვის ხარისხით როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერც ერთმა მთავრობამ კომუნისტების პერიოდშიც კი ვერ გაბედა ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა ბათუმში. გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო იმ ქალაქისთვის, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ რაღაცა ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავხდარიყო არა მხოლოდ რაღაცა ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგიონში. შეჩერებული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი. წლების განმავლობაში ბათუმში მოუგვარებელ დატბორვის პრობლემაზე აქცენტირდება და ამბობს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ისედაც გაუმართავს საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მქონე ქალაქს კოლაფსამდე მიიყვანს. ამ პროექტის გაჩერება ეს ნიშნავს მუნიციპალიტეტის
მხრიდან ამ პრობლემის მოუგვარებლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა მდგომარეობა აქვს მუნიციპალიტეტებს, მათ არ აქვს შესაბამისი ფინანსები იმისთვის, რომ დიდ მსხვილ პროექტებს მოეჭიდონ და მოაგვარონ ასეთ ტიპის პრობლემები. ღმერთმა არქნას, რომ ყველაფერი, რასაც გერმანიის მთავრობა მუნიციპალიტეტებში ხარჯავს და მათ შორის ბათუმში, რა თქმა უნდა, ეს გაჩერდეს, იმიტომ რომ ჩვენ მივიღებთ პრაქტიკულად კოლაფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსების შეჩერებას დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციაც გამოეხმაურა. დეპუტატები პროექტის შეწყვეტის შედეგად დამდგარ საფრთხეებზე საუბრობენ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, ამბობენ, რომ სწორედ მათმა ანტიდასავლურმა კურსმა მიიყვანა ქვეყანა ამ რეალობამდე. საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, რაც აისახა კიდეც მილიონობით დოლარისა თუ ევროს დახმარების და შეღავათიანი კრედიტის შეჩერებით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქვეყნის თავდასხმის უნარიანობის ძას, მოქალაქეთა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვის განათლების და სოფლის მეურნეობის და ასე შემდეგ. შეჩერდა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ბათუმში არის წყალმომარაგების პრობლემა, განსაკუთრებით ესახება შემოერთებულ ტერიტორიებს და სამწუხაროდ გერმანიის მთავრობამ, ხელისუფლებამ, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ამ პროექტთან დაკავშირებით, გააუქმა თანხა, რომელთაც ეს პროექტი უნდა შესრულებულიყო. საუბარი არის დაახლოებით 230 მილიონ ლარზე, რაც არის თითქმის ნახევარი ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტისა. რეალურად დავკარგეთ ის, რომ ვერ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა ეგრეთ წოდებულ შემოერთებულ ტერიტორიაზე. ეს არის ადლია, აეროპორტი, ახინჯაური, ხელვაჩაური, სამრეწველო ზონა და ასე შემდეგ. ანუ ამ ტერიტორიებზე პრაქტიკულად ადამიანები, რომლებიც ელოდებოდა და ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც ეს იყო, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდებოდა, ეს აღარ იქნება, ამის კომპენსირება შეუძლებელი არის და დიდი თანხა არის დაკარგული. გაგრძელდება თუ არა, ან რა რესურსით გაგრძელდება პროექტის სამომავლოდან, რას დაკარგავს ქალაქი რამდენიმე მილიარდიანი დაფინანსების შეჩერებით, პასუხი ვერ მივიღეთ. ბათუმის მერია დუმს